სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2019 წელი ნოემბერი ამოცანა ნომერი 7. გლუ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოსრიალი ძელაკი დრეკადად ეჯახება უძრავ ძელაკსო, გვეუბნებიან დრახადის ლოქს მოცემული და მოგითხრებიან რისი ტოლია სისტემის სრული კინეტიკური ენერგია დაჯახების შემდეგ. აი ჩავწეროთ აბა მოცემულობა. რა გვაქვს მოცემული? მოცემული გვაქვს. მოდით პირობითად დავუშვათ, რომ ეს არის პირველი სხეული და ეს არის მეორე სხეული, ასე. და ეხა პირველი სხეულის შემთხვევაში M1 პირველი სხეულის მასა არის, როგორც ნახაზი დავხედავთ 4 კილოგრამი, მისი შესაბამისი სიჩქარე V1 ტოლი არის 3 მეტრწამის. რაც შეეხება მეორე სხეულს, მეორე სხეულის მასა M2 ტოლი არის M-ის, ხოლო შესაბამისი სიჩქარე V2 უძრავი არისო, შესაბამისად V0 ამ მეორე სხეულის 0-ის ტოლი არის. და რა მოხდა შემდეგ დაჯახების შემდეგ? დაჯახების შემდეგ მასები ბუნებრივი არ შეიცვლებოდა, თუმცა სიჩქარეები შეგვეცვალა. გამოდის რომ V1 პრიმი ტოლი გახდა 1 მეტრწამის, ხოლო V2 პრიმი ტოლი გახდა V-ის ტოლი. და გვეკითხებიან სისტემის სრული კინეტიკური ენერგიის დაჯახების შემდეგ და მოდი ესე კინეტიკური პრიმით აღვნიშნოთ და კინეტიკურ პრიმს გვეკითხებიან. ესე იგი, რადგანაც ამ შემთხვევაში საუბარი არის დრეკად დაჯახებაზე, ისევე როგორც იმპულსი, აგრეთვე ენერგია გვენახება, ესე იგი ენერგია იმპულსის შენახვის კანონი გვაქვს, შესაბამისად ენერგიისთვის კინეტიკური პრიმი ტოლი უნდა დარჩენილიყო, დაჯახების შემდეგ კინეტიკური ენერგია ტოლი უნდა დარჩეს დაჯახებამდე კინეტიკური ენერგიის, ანუ კინეტიკურის დაჯახებამდე. მაგრამ მეორე მხრივ კინეტიკური დაჯახებამდე ტოლი იქნება M1 პირველი სხეულის მასა გამრავლებული მის სიჩქარის კვადრატზე და გაყოფილი 2-ზე, ამას დაპუტებული უძრავი სხეულის M2 V2-ის კვადრატ ნახევარი, ხო? თუმცა V2 პირობით 0-ის ტოლია, ხო? შესაბამისად, ეს თუ 0-ის ტოლი არის, შესაბამისად ეს წევრი ჩვენ აღარ ვიქნება, 0-ის ტოლი იქნება და დაგვრჩება მხოლოდ M1 V1-ის კვადრატ ნახევარი. M1 პირველი სხეულის მასა არის 4, ეს გამრავლდება V1-ის კვადრატზე. V1 არის 3, 3-ის კვადრატი მოგცემს 9-ს, გაყოფილი 2-ზე, ეს 2 და 4 შევეკეცებ, აქ დაგვრჩება 2 და საბოლოოდ ვიღებთ 2 × 9 18 ჯოულს. შესაბამისად, საბოლოოდ რო დავწეროთ პასუხი, კინეტიკური ენერგია დაჯახების შემდეგ ტოლი ყოფილა 18 ჯოულს. შესაბამისად, პასუხი იქნება E.